1961 წლის ოქტომბერი, კიშინევი. როგორც იცით, აქ ტარდება ბედან აკლასში გადასვლის პრეტენდენტთა ტურნირი. პირველობისათვის ბრძოლაში ერთმანეთს ეცილება სამი გუნდი: ტალინის კალევი, ქუთაისის ტორპედო და თბილისის ლოკომოტივი. გვიანი შემოდგომაა, მაგრამ მშვენიერი ზიანი დღეები. აი თბილისის ლოკომოტივის სპორტსმენებიც. ნაყოფიერი ვარჯიშის შემდეგ სასიამოვნოა ქალაქის სკვერებსა და ბაღებში გასეირნება. ისინი ჯგუფ-ჯგუფად დადიან მოლდავეთის დედაქალაქის ქუჩებში, ეცნობიან მის ღირსშესანიშნაობებს, სტუმართ მოყარე მასპინძლებს. ამ დროს კი კიშინევის რესპუბლიკურ სტადიონზე ქუთაისელი სპორტსმენები ატარებენ თავიანთ უკანასკნელ სატურნელ ვარჯიშს. საჭიროა მთელი ძალების მობილიზება, მით უმეტეს რომ მათ უკანასკნელი 40 დღე თავიანთ ქალაქს გარეთ გაატარეს მოგზაურობაში. ტექნიკა და ფიზიკური გამძლეობა, აი რა მოუტანს მათ გამარჯვებას. ქუთაისელებმა კარგად იციან როგორი მონდომებით და თავგანწირვით ითამაშებს ტალინის კალევი. ძნელია აკლასის დატოვება, უფრო ძნელი კი ბედან აკლასში გადასვლა. და აი დადგა 25 ოქტომბერი, პრეტენდენტთა ტურნირის პირველი შეხვედრის დღე, ტალინის კალევი, ქუთაისის ტორპედო. მრავალმა გულშემატკივარმა მოიყარა თავი კიშინევის რესპუბლიკურ სტადიონზე. საღამოს 6 საათი და 30 წუთი. მოგეხსენება, ტურნირის პირველი შეხვედრები მიმდინარეობდა პროჟექტორის შუქზე. ბუნება თბილად, ზიანად შეხვდა ტურნირის მონაწილეებს, მაგრამ რატომღაც სტადიონის ადმინისტრაციამ უარყო ბუნების ეს წყალობა. ელექტრონის შუქზე თამაში განსაკუთრებით უჭირთ ჩვენი რესპუბლიკის გუნდებს. ისინი აბსოლუტურად შეუჩვეველნი არიან ასეთ სიურპრიზებს. და თუ ამას დაუმატებთ იმასაც, რომ ხანდახან ტრიბუნებიდან გამოსული ნისლი აწვება მწვანე მინდორს, აი ხედავთ, როგორც ახლა, ადვილი წარმოსადგენია თუ რა მძიმე მდგომარეობაში უხდება სპორტსმენებს მოღვაწეობა. საუბარში გავერთეთ, მგონი რაღაც საინტერესო ხდება. ქუთაისელთა კარში ინიშნება 11 მეტრიანი საჯარიმო დარტყმა. არის 1-0 ტალინელთა სასარგებლოდ. ქუთაისლები პირველ დაგუმატებლობას გააფრთხებული იერიშებით პასუხობენ. მათ აქვს მრავალი შესაძლებლობა ანგარიშის გაფრთხის, მაგრამ მეკარის კარის თამაში და ხანდახან არაზუსტი დარტყმების გამო მრავალჯერ გადარჩა ტალინელთა კარი აშკარა გრძელს. დრო ამოიწურა ტალინელმა სპორტსმენებმა მოიპოვეს პირველი 2 ქულა. 27 ოქტომბერი თბილისის ლოკომოტივი, ტალინის კალევი. ეს მატჩიც დამთავრდა ტალინელთა მორიგით გამარჯვებით 2-0. კაცმა რომ თქვას, ამ შეხვედრის შესახებ საამბობელიც არაფერია. იმდენად სუსტად გამოიყურებოდნენ დღევანდელ თამაშში თბილისელები. დავხედოთ გათამაშების ცხრილს 4 ქულა. 29 ოქტომბერი ქუთაისის ტორპედო თბილისის ლოკომოტივი. ტორპედომ პირველი 2 ქულა მოიპოვა. 31 ოქტომბერი ტურნირის ერთ-ერთი ცენტრალური შეხვედრა ქუთაისის ტორპედო ტალინის კალევი. ეს შეხვედრა მრავლის მთქმელი გახდა. თუ ეს შეხვედრა წააგეს ქუთაისლებმა, მაშინ უკვე მშვიდობით აკლას და ისტორიად ამ შეხვედრაში გამოამჟღავნეს ქართველმა სპორტსმენებმა თავიანთი ძალა და ძლიერება. იხდა ყველაზე პატარა გულშემატკივარი. ნახოთ მიხვდეთ შეხვედრის მსვლელობას ბურთი მოედნის ცენტრშია, შემდეგ ბურთთან არიან ქუთაისლები გაშრეს წინ საჯარო მოედნის ხაზისაგან, შემდეგ ბურთი გადადის მარცხენა ფრთაზე. აქედან ჩამოაწოდეს ცენტრში. ბურთი მიიღო თავის ვეჟავამ დაარტყა, მაგრამ მეკარე ბელიაევმა მოახერხა მისი მიღება. იგი სწრაფად აბრუნებს მას უკან, ისევ მოედნის ცენტრისაგან. თამაშობენ ამჯერად უკვე ტალინელების გახლავთ მარცხენა შუამარბით, სწრაფად გამოვიდა აქეთ საჯარო მოედნის ხაზისაგან. გადააწოდა მარცხენა ფრთაზე, შემდეგ ჩააწოდეს საჯარო მოედნის ცენტრში, მაგრამ უდუშაზე ადგილზეა მოახერხა ბურთის მიღება და ხელით დაუბრუნა თავის ცენტრალურ თავდამსხმელს ქუთიებს ხაჟალიას გასჭრა წინ, შემდეგ ისევ ხაჟალია იმ ბურთისათვის გადასჭრა სორდიასთან მარჯვენა ფრთაზე. სორდია მიიღო ბურთი, მის წინ დამცველია ოსტატური ფინტით, ფეხებშუა გაუძღვნა, ბურთი გავიდა წინ, საჭიროა დარტყმა. ადამიანთა მომენტში წაიღო. კომბინაცია ჩაიშალა, მაგრამ იმ წამსვლა მეორე საკმაოდ მომენტია ტალინელთა კართან დარტყმა. კვლავ გადარჩა ტალინელთა კარი აშკარა გოლს. შემდეგ ნახვა დამცველის ძლიერი დარტყმა და ბურთი საბოლოოდ გამოვიდა საჯარო მოედნიდან, მაგრამ დროებით ბურთანა სორდია იგი ცენტრში გადის, შემდეგ წინ დაიძრა გაშრე იქვე მარცხნივ, აქედან მარცხენა ფრთაზე, შემდეგ დარტყმა ეს გახდა მაჭარაშვილი, მაგრამ მეკარემ კვლავ იხსნა გუნდი აშკარა გოლისაგან.
თამაში გადმოდის უკვე აქეთ ქუთაისელთან ნახევარზე თამაშობს იგივე მარცხენა შუამარბი ყველაზე უფრო ენერგიული და ძლიერი მოთამაშე განინელთა რიგებში დაბრუნა უკან დაგმა შეძენ ძალიან სწრაფი ნახტომით უუნება ხო სახელმწიფო მომენტი თავის კარტად პროფესორით მიიღო ბურთი გადამოშრა წინ თამაშობენ ქუთაისლები ეს გახდა ცხოვრებოვი იგი ჩაება თამაში როგორც თავდამსხმელი გადამოშრა აქეთ სარჯველაძესთან სარჯველაძე მიიღო ბურთი მას მან ბურთი დაუტოვა სორდია გამოდის მარჯვენა ფრთაზე უჭრის ისევ სარჯველაძე მიიღო ნახოთ რატოდებს თუ წავა წინ არა მოათქვა დამსველი დაბრუნდა უკან შემდეგ ადგილზე ტრიალებს შემდეგ გაშრა იქეთ არა ისევ მას დაუბრუნდა შემდეგ გადმოდის მარჯვენა ფრთაზე სორდიასთან სორდია მოახერხა ბურთის მიღება შეჩერდა დააბრუნა უკან მაჭარაშვილი წაიქცა დახკარგა ბურთი მაგრამ ის დასახმარებლად გამოვიდა გომელაური მიიღო ბურთი ჩავარდა სამდამსხმელშუა მოათქვა ერთი მეორე გადის წინ საჭიროა სისწრაფე გადამოშრა აქეთ ცენტრში ხაჟალიასთან დაგმა ძლიერი არის 1-0 თამაში მიწავს აქტუალ სპორტსმენს თამაშის შემდეგი დრო მიმდინარეობდა კვლავ ქუთაისელთა უპირატესობით და დამთავრდა მათივე გამარჯვებით 1-0 ტორპედომ გათამაშების ცხრილში ჩაიწერა კიდევ 2 ქულა 4 ქულა აქვს სტალინის კალებს 4 ქუთაისის ტორპედოს შემდეგი შეხვედრა 3 ნოემბერი ესეც აგრეთვე ცენტრალური შეხვედრა სტალინის კალები თბილისის ლოკომოტივი თბილისელები ამ დღეს განსაკუთრებული ძალით და მონდომებით თამაშობდნენ ხვა ნახოთ რაც მოგვიტანს დარჩენილი დრო ბურთმოედნის ცენტრში ბურთს კვლავ თბილისელები გლობენ გადმოშრესაკეთ ივანოვთან ივანოვმა მიიღო ბურთი ჩააწოდა საჯარი მოედნის ცენტრთან ახო უკანვე უბრუნდება ივანოვს ივანოვი გავიდა მარცხენა ფრთიდან გადის უფრო ღრმად შემდეგ ძლიერ დარტყმით ჩააწოდა საჯარი მოედნის ცენტრში იქ ახალკაცია დარტყმა საჭირო დარტყმა ეცე გადარჩა სტალინოვსა კარი გოლს შემდეგ უკვე თამაშობენ სტალინელები ისინი სწრაფად მოიწევენ აქ მაგრამ დამცველები თავგამოდებით იცავენ დარტყმა ძლიერი დამბეკარე ტრაფმა ნახტომმა იხსნა თბილისელთა კარი აშკარა გოლისაგან თამაში გრძელდება მოედნის ცენტრში აქ ხედავ შეიძლება სტები მაგრამ მემგონი საჯარი მოადი უტყამენ თბილისელები დაარტყეს ივანოვი დარტყმა არის 1-0 თამაში მიწავს თბილისის ლოკომოტივის სპორტსმენ ნახოთ რაც მოგვიტანს დარჩენილი დრო როკი ბევრია საკმაოდ ბევრი დაიწყო შეხვედრის მეორე ნახევარი შეხვედრის მეორე ნახევარში თბილისელებმა აქტიურად ითამაშეს მთელი ძალით ენერგიით და შეძლეს ანგარიშის შენარჩუნება 1-0 იმარჯვებენ თბილისელები გათამაშების ცხრილში მათ ჩაიწერეს პირველი 2 ქულა და აი დასკვნითი შეხვედრა ქუთაისის ტორპედო თბილისის ლოკომოტივი მოგეხსენებათ ქუთაისლებისათვის მატჩის ფრედ დამთავრება საკმარისი მაგრამ მოგება უფრო სასიამოვნოა. დასაწყისად ტორპედოელებმა მოიგეს ეს გადამწყვეტი შეხვედრა 2-1 ქუთაისის ტორპედო აკლაში. გამსახურებულ გამარჯვებას სიხარულით დიდი აქვს. გამარჯვებულებს პირველები ულოცავენ თბილისელი კოლეგები. ისინი ხოცნიან, ეხყვევიან და მეგობრულად ხელი ხელ გადახოვნის ტოვებენ ხვანე მინდს. ეხლა კი შინისაკენ და საპატიო ესკორტის თანხლებით ქართველი სპორტსმენები დაიძრნენ მშობლიური ქუთაისისა. აჰა, ქუთაისი. შესანიშნავი საოქტომბრო საჩუქრით ხელდამშვენებულნი დაუბრუნდნენ საყვარელ ქალაქს გამარჯვებული სპორტსმენები. მთელი ქალაქი მათ შესახვედრად გამოეფინა ახლობლები, მეგობრები, შინაურები. ქუთაისის სახელოვანი მშრომელი მოსახლეობა გულმხურვალედ ეგებება ნაამაგ დარვაშკას. წინ კიდევ რთული გზა. საჭიროა მოპოვებული გამარჯვების შენარჩუნება და განმტკიცება. ჯერა გაგვიმართლებენ, კვლავაც გაგვახარებენ.